მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ ღუღუნიშვილი და ეს არის ჩვენი ალგებრული ნაწილის მე-14 ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სკალაზე, ასევე შევეხებით მასშტაბს. ბოლოს კი განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო ამოცანას. დავიწყოთ სკალით. სკალის უმარტივესი მაგალითი ეს არის სახაზავი. სახაზავი, როგორც ხედავთ, დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ დანაყოფს აქვს თავისი ერთეული შესაბამებული. მაგალითად, ყველაზე მცირე დანაყოფის ფასი ეს არის 1 მმ. დანაყოფები არის აუცილებლად ტოლი მანძილით დაყოფილი. მოდით განვიხილოთ ერთი მაგალითი, ვთქვათ, დანაყოფი გვაქვს ასეთი სკალა მოცემული და დაყოფილი გვაქვს 5 ტოლ ნაწილად და გვაინტერესებს თითოეული დანაყოფის ფასი. როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორც ხედავთ, დაყოფილი არის 1, 2, 3, 4, 5. ბოლო რიცხვი ეს არის 100. 100 ჩვენ უნდა გავყოთ 5-ზე და ეს უდრის 20. ანუ თითოეული დანაყოფის ფასი ყოფილა 20. დავიწყოთ 20, 40, 60, 80 და 100. ანუ თითოეული დანაყოფი იზრდება 20-ით. გადავიდეთ შემდეგ სკალაზე, მაგალითად გვაქვს ორი რიცხვი მოცემული, ერთი ეს არის 10, მეორე არის 70. აქაც გვაინტერესებს თუ რამდენი არის დანაყოფის ფასი. როგორ უნდა მოვიქცეთ? უდიდეს რიცხვს, ანუ ჩვენს ბოლო რიცხვს უნდა გამოვაკლოთ პირველი რიცხვი და გავყოთ თუ რამდენი დანაყოფიც არის იმ რიცხვზე. მაგალითად, 70-ს უნდა გამოვაკლოთ 10 და ეს უნდა შევაფარდოთ. რამდენი დანაყოფი გვაქვს? 1, 2, 3, ანუ 3-თან. 70-ს რომ 10 გამოვაკლოთ, ეს არის 60, 60 გაყოფილი 3-ზე, ეს უდრის 20. ანუ შემდეგი დანაყოფი რომ 20-ით გავზარდოთ, იქნება 30, შემდეგი იქნება 50 და როგორც ხედავთ, ბოლო კი იქნება 70. შემდეგ გაგრძელდება 90, 100, 120 და ასე შემდეგ. ანუ 20-20-ით გაიზრდება ყველა. ახლა კი გადავიდეთ მასშტაბზე. როგორც ვიცით, რუკებზე დიდი ტერიტორიები არის მოცემული, მაგრამ ისინი შემცირებულია რამდენჯერმე. ანუ მას ეწოდება მასშტაბი, თუ რამდენჯერაც არის შემცირებული. მაგალითად, თუ კი გვაქვს A და B პუნქტ შორის მანძილი რუკაზე არის 20 სანტიმეტრი და რუკის მასშტაბი თუ არის 1 შეფარდებული 500-თან და გვაინტერესებს რეალობაში რა იქნება A და B პუნქტ შორის მანძილი. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ის აუცილებლად მეტი იქნება 500-ჯერ რეალობაში. ჩავწეროთ პროპორციის სახით, რადგან უფრო მარტივია მისი შემდეგი სახით გამოთვლა 1 500-თან და გვაინტერესებს ჩვენი 20 სანტიმეტრი x-თან. გადავამრავლოთ პროპორციის თვისებიდან გამომდინარე, x-ი უდრის 20 გამრავლებული 500-ზე. x-ი უდრის 1000 სანტიმეტრს. სანტიმეტრი გადავიყვანოთ მეტრებში, 1 მეტრში თუ კი ვიცით რომ არის 100 სანტიმეტრი, 10000 სანტიმეტრი იქნება 100 მეტრის ტოლი. ანუ რეალურად A და B პუნქტ შორის მანძილი არის 100 მეტრი, რომელიც რუკაზე წარმოდგენილია 20 სანტიმეტრის სახით. განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა, მაგალითად მოცემული გვაქვს მართკუთხედის ფორმის ნაკვეთი, რომლის მასშტაბი ეს არის 1 შეფარდებული 200-თან და ასევე ვიცით რომ რეალური ზომა, მისი ფართობი არის 600 მეტр² და გვაინტერესებს გეგმაზე რა იქნება მისი ფართობი. როგორ უნდა მოვიქცეთ? აქაც რა თქმა უნდა გამოვიყენებთ პროპორციას და უფრო ადვილი იქნება მისი ამოხსნა. მაგალითად დავწეროთ 1 მეტр², რადგან ფართობი გამოისახება კვადრატულ მეტრებში, ან კვადრატულ სანტიმეტრებში, დავწეროთ 1 მეტр² 200 მეტр²-თან და დავწეროთ x მეტr² 600 მეტr²-თან. ამოხსნათ პროპორცია x უდრის 600 შეფარდებული 200 ავიყვანოთ კვადრატში, ეს იქნება 40000, x უდრის, გავყოთ 100-ზე მრიცხველიც და მნიშვნელიც, გვექნება 6 შეფარდებული 400-თან, 400-ში 6 ვიცით რომ თავსდება და ეს იქნება 0.15 1000
მეტр კვადრატი. 0.15 მეტр კვადრატი კი სანტიმეტრ კვადრატებში იქნება 150 სანტიმეტრ კვადრატის ტოლი. რადგან ვიცით, რომ 1 მეტრ კვადრატში არის 10,000 სანტიმეტრ კვადრატი. ეს უკვე წინა ლექციაში ჩვენ ვისწავლეთ. ანუ ხედავთ, რომ გეგმაზე მართკუთხედის ფართობი იქნება 150 სანტიმეტრ კვადრატი, ხოლო რეალობაში მისი ფართობი გვექნება 600 კვადრატული მეტრის ტოლი, როდესაც მასშტაბი არის 1 შეფარდებული 200-თან. ზოგჯერ მცირე ზომის საგნები გადიდებული სახით გამოისახება და ამ შემთხვევაში მასშტაბს წერენ როგორც 1 შეფარდებული 0.1 1000-თან მაგალითად ან 1000 შეფარდებული 1-თან. მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა, მაგალითად გადიდებული მოლეკულის დიამეტრი არის 5 სანტიმეტრი და ჩვენ რეალობაში გვაინტერესებს თუ რისი ტოლია ამ მოლეკულის ზომა. აუცილებლად აქაც გამოვიყენოთ პროპორციის თვისება, ანუ 1000 სანტიმეტრი 1 სანტიმეტრთან გამოვიყენოთ ეს მასშტაბი და 5 სანტიმეტრი აღვნიშნოთ x-თან. რეალობა აღვნიშნოთ x-ით. გამოვთვალოთ პროპორციის თვისებიდან გამომდინარე x უდრის 500 შეფარდებული 1000-თან. x უდრის 5 რომ გავყოთ 1000-ზე, ეს იქნება 0.5 სანტიმეტრი. ანუ რეალურად ჩვენი მოლეკულა არის 0.5 სანტიმეტრის ტოლი, ხოლო გადიდებული ზომით ის უდრის 5 სანტიმეტრს. გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე, მაგალითად, მოცემული გვაქვს A და B პუნქტ შორის მანძილი რეალობაში არის 20 კილომეტრის ტოლი და ეს მანძილი რუკაზე გამოსახულია 40 სანტიმეტრის სახით. და გვაინტერესებს ამ რუკის მასშტაბი, თუ რამდენჯერ არის ეს ზომები შემცირებული. როგორ უნდა მოვიქცეთ? აქაც გამოვიყენოთ პროპორცია. დავწეროთ 200 კილომეტრი 40 სანტიმეტრთან, ანუ 200 კილომეტრი რუკაზე აღებულია როგორც 40 სანტიმეტრი და ჩვენი საძიებელი x-ი, ანუ რაც იქნება მასშტაბი 1 სანტიმეტრთან. სანამ ვიპოვით x, მანამდე აუცილებელია, რომ კილომეტრი გადავიყვანოთ სანტიმეტრებში, რადგან ყველგან მქონდეს ერთი ზომის ერთეული. 200 კილომეტრი, სანამ 200 კილომეტრს გადავიყვანთ, მანამდე გავიხსენოთ 1 კილომეტრში რამდენი სანტიმეტრია. ეს არის 100,000 სანტიმეტრი. ანუ 200 რომ გავამრავლოთ 100,000-ზე, ეს იქნება 20 მილიონი სანტიმეტრი 40 სანტიმეტრთან და x-ი დავწეროთ 1 სანტიმეტრთან. ახლა კი გამოვთვალოთ პროპორციის თვისებიდან x-ი. x-ი უდრის 20 მილიონი შეფარდებული 40-თან. გავყოთ მრიცხველის და მნიშვნელის 10-ზე, შემდეგ 4 და 20-იც შევაფარდოთ. 20-ში 4 მოთავსდება 5-ჯერ და გვექნება x-ი უდრის 500,000-ის ტოლი. ანუ ჩვენი რუკის რეალური მასშტაბი იქნება 1 შეფარდებული 500,000-თან. სადაც რეალურად ამ ორ პუნქტ შორის მანძილი არის 200 კილომეტრი, რუკაზე კი გამოსახული გვაქვს 40 სანტიმეტრის სახით, რადგან შემცირებული იყო 1 შეფარდებული 500,000-თან სანტიმეტრით. ბოლოს განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა. დავუშვათ, რომ მდინარის სიგრძე რეალობაში არის 750 კილომეტრი და ვიცით, რომ რუკის მასშტაბი არის 1 შეფარდებული 600,000-თან სანტიმეტრი. გვაინტერესებს თუ რა სიგრძის იქნება ეს მდინარე რუკაზე ამ მასშტაბის მიხედვით. აუცილებლად აქაც გამოვიყენოთ პროპორცია და დავწეროთ 1 600,000-თან სანტიმეტრი და დავწეროთ x-ი 750 კილომეტრთან, ანუ 750 კილომეტრი გადავიყვანოთ სანტიმეტრებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 კილომეტრში არის 100,000 სანტიმეტრი, ანუ უნდა მივწეროთ კიდევ 5 ნული და ეს იქნება 75 მილიონი სანტიმეტრი.
გამოვთვალოთ x-ი. x-ი უდრის ჯვარედინი ნამრავლი, ანუ 600,000 სანტიმეტრი x-ი უდრის 75 მილიონ სანტიმეტრს და x-ი უდრის 75 მილიონი შეფარდებული 600,000-დან. გავყოთ ჯერ 1000-ზე, შემდეგ 100-ზე გავყოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც და დაგვრჩება, რომ 750 უნდა გავყოთ 6-ზე. x-ი კი უდრის 750-ში 6 მოთავსდება 125-ჯერ. ამრიგად, რეალობაში თუ კი მდინარის სიგრძე არის 750 კილომეტრი და რუკის მასშტაბი გვაქვს ერთის შეფარდებული 600,000-დან, რუკაზე აუცილებლად ეს მდინარე გამოისახება როგორც 125 სანტიმეტრის ტოლი. ამ ვიდეო ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.